მოგესალმებით, მე ორომარა ქუბარდია და დღევანდელ ვიდეოში თქვენ ნახავთ Mercedes-Benz CLS 303 AMG W219-ს. დავიწყოთ CLS 303 AMG-ს განხილვა, კონკრეტულად W219 მოდელის. CLS W219, როგორც 303 AMG არსებობს, ასევე არსებობს 414 AMG, 550, 500 და 350. ამ ავტომობილს აქვს ძალიან ლამაზი ვიზუალი და ვიზუალით დავიწყებ განხილვას. აქვს 19-იანი დისკები AMG-ს, რომელიც არის კომფორტული და ეს დისკები ვიზუალურად ძალიან ლამაზია და გაპრიალებულია, ანუ პოლირება აქვს გაკეთებული. წინაფარები აქვს Pixenonis და ეს წინაფარები არის გადაწეული. Даже იმასაც დავამატებდი, რომ ეს მანქანა არის 2007 წლიანი, ანუ არარესტალინგია და ზოგადად არარესტალინგ CLS W219-ს და რესტალინგ CLS W219-ს წინაფარები აქვთ ერთნაირი. ხოლო უკანა ფარები აქვთ განსხვავებული. ცხაურა შავადრო აქვს შეღებილი, მომწონს, კარგია, არ არის სუდი და უხდება. ტორმუზები, ანუ აპორნები აქვს დახვრეტილი, იმიტომ რომ დატორმუზების დროს და სიარულის დროს ჰაერი რო შევიდეს აი ამ პატარ-პატარა ნახვეტებში და რო გაგრილდეს. სუპორტები აქვს რუხი და რუხი სუპორტები ძალიან მომწონს. რაც შეეხება უკანა მხარეს, უკანა მხარესაც იასნია, აქ Pixenonis ფარები, მაგრამ უკანა ფარები აქ გაწელილი. საბარგულზე აყენია უძრავი სპოილერი, ანუ დაფიქსირებული სპოილერი და მაყუჩებზეც ვისაუბრებ ერთ-ორ დეტალს. უყენია ოვალის ფორმის მაყუჩები, ანუ უпроსორედ უყენია ოვალის ფორმის 4 მაყუჩი, რომელიც არის თან AMG-ს და თან სპორტული. რაც შეეხება ძრაუს, 6 და 3 EMA-416 8 ცილინდრიანი ატმოსფერული ძრავით, რომელიც გამოიმუშავებს 514 ცხენის ზავას და 630 ნიუტონ-მეტრს. 0-დან 100-მდე აჩქარება აქ 4.5 მეათედი წამი და ამ ძრავის მინუსი არის ის, რომ ხშირად ფუჭდება და ხშირად იმიტომ ფუჭდება, რომ ზეთის უკმარისობა აქვს, ანუ აკლდება ზეთი და წნევა ვერ იქმნება იმდენი გაზაობის დროს, რამდენიც უნდა შეიქმნას ძრავში. ეგ უკვე იმას ნიშნავს, რომ ზეთის ნაკლებობა აქვს. მოდით ახლა გადავიდეთ სალონზე და მანდაც ვისაუბრებ დეტალურად ამ მანქანაზე. გადმოვედით სალონზე და რაც შეეხება ამ მანქანის სალონს, აქ ტყავის მასალის სავარძლები, შავი ფერის, ეს სავარძლები ულამაზესია და ძალიან უხდება. საჭესთან შეეხება, ვინაიდან და რადგან ეს CLS 303 AMG W219 არის არარესტალინგი, აყენია რესტალინგი E303 AMG W211-ის საჭე. სპიდომეტრიც აყენია E303 AMG W211-ის
და ეგ უკვე იმას ნიშნავს, რომ CL63 AMG W219 არის E63 AMG W211-ის ბაზაზე აწყობილი. გადაცემათა კოოპი აქვს 7 ჯიტრონიკი ავტომატური, ანუ იმას გულისხმობ, რომ 7 სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოოპი აქვს და ამ გადაცემათა კოოპის მინუსი არის ის, რომ ხშირად ფუჭდება და სუსტია. პნეუმოპადოსკა რო აქვს, ყველაზე დიდი პლუსია, იმიტომ რომ თუ შეგხვდება ორმოდაც ცუდი გზა, ჩართავ პნეუმოპადოსკის რეჟიმს, ამოიწევა, გადაივლი მერე ჩვეულებრივად, მერე გათიშავ პნეუმოპადოსკის რეჟიმს და ჩამოიწევა და მაგის შემდეგ უკვე შეგიძლია რომ გააგრძელო სიარული. ეს იყო CL63 AMG W219-ის განხილვა ომარ ახუბარდიასგან, მომავალ შეხვედრამდე.